მეორე ბრიგადა ისევ მწყობშია. სენაკის სამხედრო ბაზაზე ქართული არმიის წესრიგი დადგა. ნაუმარი ჯარი უკვე საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდა. აქაურობას თითქმის აღარ ეთყობა რუსული ჩექმის კვალიც. გადანაყოფის მეთაურება დაგზავნეთ პირად შემადგენლობა. ბრიგადა თავისუფლად. ეს კაპიტანი ზეზველი პარტელიანია, მეორე ბრიგადის მეთაური. ჯერ მხოლოდ 31 წლისაა, თუმცა ახლაც და ბრძოლის ველზეც რიგითიდან დაწყებული ოფიცრამდე დამთავრებული ბრიგადის შემადგენლობაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამბობს, რომ ყველაზე რთული მისია სწორედ ეს ყოფილა, განსაკუთრებით როცა ომია. ფიქრობ, შენ ჯარისკაცზე, შენ პირად შემადგენლობაზე, რომელიც ჩვენთან ერთად არის. მთავარი ფიქრია, რაც არის, რომ ყველას უგლებელწოცხალე გააღვაროს ზოლისოდან. მეორე ბრიგადამ მეოთხესთან ერთად თურმე წარმოუდგენელი გააკეთა. საკუთარმა გმირობებმა ქართული ჯარისკაცები თავად გააკვირვა, რაც შეეხება გმირობას. მეორე ბრიგადაში ფიქრობენ ასე. გმირია ის ადამიანი, ვისაც არა ეშინია, არამედ ეშინია, მაგრამ მაინც აკეთებს იმ რაღაცას. მაინც მიდის წინ, მაინც არიხებს უკან. ეს გმირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ძალიან წყნარად თავშახრივად თავდაპირველად დადიან ქუჩაში, დადიან ჯარში არიან. საერთოდ არ ჩანან ეს ხალხი, მაგრამ რეალურ მომენტში, კრიტიკულ მომენტში, ავით ლომები უძოლობდნენ. ეს ირაკლი ქურდიანია, მეორე ბრიგადის 21 ბატალიონის მეთაური. ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებების დროს ხელში დაიჭრა, თუმცა გითხრა ეს სალაპარაკოდ არ ღირსო. სხვაზე საუბარი ურჩევნია. ჯარისკაცია. მოცეულის მეთაური ლეიტენანტი აბაშიძე, ჩემს დაქვემდებარებაში ეს ოფიცერი, ესე იგი უკვე ალყაში ვიყავით ფაქტიურად თითქმის მოქცეული, რკალი ქონდა შემოწყული, ყველა მხრიდან ბრძოლაში ვიყავით ჩართული და იყო ესეთი ბრძანება, რომ დროებით უნდა გავუწეულიყავით უკან, იმიტომ რომ შემოგვეშო ისინი ჩვენ პოზიციებზე და მერე ჩვენივე артиლერიით გაგვენადგურებინა. ანუ რაღაც ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავხეულიყავით, ტაქტიკური სვლა უნდა გავუკეთებინა. და ამ დროს მოხდა ისეთი რამ, რომ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარწყალსმა ესროლა მის პოზიციას და მარჯვენა კიდური მოაგლეჯა, ქვედა კიდური ფეხი მოაგლეჯა. ნუ წარმოგვიდგენია ხო ყველას რამხელად კიბილთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, უცებ აღმოუჩინა ადგილზე და გადაუჭირეს ფეხი და მე მახსოვს დღევანდელი დღესავით ჩამესმის ყოველში როგორ ყვიროდა ეს რომ უკან მოიხევთ ესე არასწორად იხევთ ბრძოლით დაიხიეთ უკან ამხნევებდა ჯარისკაცებს იძახდა რომ პანიკაში არავინ არ ჩავარდეთ ყველაფერი კარგად არის ქართულ შეერაღებულ ძალებში რამდენი მებრძოლიცაა იმდენი ახალი ისტორია შეიქმნა ერთ-ერთი მათგანი იქნება კაპიტან დავით თულიანის მოგონებებიც კატაგორიაში როცა ვიყავით აკიბო ჩარლი ასეული დარჩენილი ბაზის დაცვაზე და ის დაბოლვის შედეგად ერთ ჩემი ჯარისკაცი სერჟანტი არის მაგის მე იყო აქ და დაბოლვის შედეგად გარდაიცვალა რა მეორე დღეს შევგებულოთ რომ მისი ძმა დაღუპულია და ერთი ძმა დაიღუპა მეორეს ეს ხარ დაღუპავდით მეთაური ჩავაყენეთ საქმის ყურში რომ ესეთი სიტუაცია რომ მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება იმ მისი ძმის უკან დაბრუნებაზე კაცი მეკითხებოდა რატომ აბრუნებო რა ყველაზე მძიმე გასახსენებელი მაინც იმ ჯარისკაცების ისტორიაა რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ მძიმე იყო ეს ბოლო მომენტი როდესაც ორი კაცი მომიგდა და ხუთი დამეჭრა რა დაჭრილების გამოყვანა მოვასწავით დაღუპულებ მეორე დღესგან პირველ დღეს ვერ გამოვიყვანეთ მეორე დღეს გამოვიყვანეთ მე დაუნიშნა განსაკუთრებით ოცოლის მეთაურთა შემადგენლობა სერჟანტების შემადგენლობა რომლებიც საკმაოდ ძალიან კარგად გაართვეს თავი მე პირადად ძალიან ბევრი ფაქტის მოსწირვა როცა ესენი ძალიან გაბედულ გადაწყვეტილებას იღებდნენ და პროსო ბევრი ჯარისკაცი და ცოცხალია და უკლებ ჯანმრთელი დაუბრუნდა ეს მათი დამსახურება ამიჯებს როცა მტერზე ლაპარაკობენ ხასიათი ეცვლებათ მით უფრო როცა საქმე შეშინებულ რუს გენერალს ეხება რაც არ წარმოედგინათ რუსებს ეს ღამის ბრძოლა ის ნახეს მოვათმავა დამწვარი თავის კოლონები და უკან გაქცეული გენერალი მაგათი დავით თულიანებმა ქურდიანებმა კაპანაძეებმა ჯიქიებმა ლიპარტელიანებმა და კიდევ ბევრმა მეორე ბრიგადაში გამოცდა ჩააბარეს შეფასება მათ ბრიგადის მეთაურმა დაუწერა თორე საკმაოდ წარმოდებული იყო ბრიგადა თავადაც მივთქვა რომ მე პირადად
მაყოფილი ვარ თითოეულ ჩემი ჯარისკაცს მოქმედებით და ოფიცრები. მე დაუჯერებელი რამ გააკეთა საკუთარ ქვეყნის გუნდისთვის და საკუთარ ქვედანაყოფისთვის. პირადად ჩემგან თითოეული მათგანი მადლობას მსახურებს. როგორც თავად ამბობენ, თავჩახრილი და ჩუმი გმირები მადლობას დამატებით მხოლოდ ისტორიისგან არიან. მათთვის კი ამ ფურცლების წერა მომავალში იწყება, მაშინ როდესაც მტერი ბოლომდე უკან დახეული იქნება და საზოგადოება მოვლენების შეფასებას ცივ გონებაზე დაიწყებს. მანამდე კი სენაკის ბაზაზე ისევ მზადყოფნაში არიან. მეორე ბრიგადა ახალი დღის დადგომას ელოდება.